ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა. მოგეხსენებათ ეს ღონისძიება რამოდენიმეჯერ იყო პანდემიის გამო გადადებული და მოლოდინმა გადააჭარბა ყველაფერს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და ჩვენ დავაფასეთ ის ღვაწლი, ის ნამუშევრები, რომელსაც ჰქონდათ ჩვენ მხატვრებს, განსაკუთრებით აი ამ ფორმატში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ ესეთი ღონისძიებები და მაქსიმალურად დავეხმარებთ როგორც ჩვენ ხელოვნების წარმომადგენლებს, ასევე მხატვრებს და რა თქმა უნდა ფოტოხელოვნების წარმომადგენლებს. შევაჯამეთ ორი საჯარო კონკურსი, ერთი იყოს მხატვრების კონკურსი და მეორე ის ფოტოკონკურსი. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ შემაჯამებელ ღონისძიებაში და გარემოებაში არაჩვეულებრივი სანახაობა, მით უფრო რომ ამ კონკურსის ამოცანა იყო, რომ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილიყო ნამუშევრები, ახალი ნამუშევრები და მათ შორის ფოტონამუშევრები შექმნილიყო აფხაზეთის თემატიკაზე. ამოცანა ჩვენი არის გავაღვივოთ და გავაცოცხლოთ ჩვენს მოქალაქეებში ის სიყვარული და ის ლტოლვა ჩვენი აფხაზეთის მიმართ დაბრუნების, რომელიც ჩვენ ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია და იმედი რწმენა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, აფხაზებთან ერთად თანაცხოვრების და აქ ნამუშევრები ზოგიერთი შეიძლება ითქვას აფხაზი მხატვრის ესე თქვათ როლის და მნიშვნელობაც გამოკვეთილია, მათ შორის განსაკუთრებით ალბომში, სადაც ასახულია აფხაზი მხატვრების ნამუშევრები. საერთოდ ჯამში უნდა შევაფასო, რომ ღონისძიება გამოვიდა ძალიან ლამაზი, კარგი, პრიზებიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მოუწოდა ყველა მხატვარს და ფოტოხელოვანს და სხვა ხელოვნებს თვალი ადევნო ჩვენ კონკურსებს და მონაწილეობა მიიღონ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე ხელოვნების და ხელოვნების სახალისებისთვის. დღევანდელ დღეს თუ კი კარგად გამოვიყურები და კარგად ავარ, ჩემი ფოტოგრაფით ვარ. და ეს კონკურსიც ესე იგი ერთი სტიმული არის ჩემთვის, რომ გავიმარჯვე. და მომავალში კიდევ ვეცდები, რომ ყველა კონკურსებში მივიღო მონაწილეობა. ძალიან კარგი ორგანიზაცია იყო გაწეული. ჟიურის დიდი მადლობა, რომ ობიექტურად იყო ყველა მხატვრების და ფოტოგრაფების შეფასებული. და მადლობა სულ ყველას. მე ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე ამ კონკურსში, რომელიც გამოაცხადეს გამარჯვებულად და დამაჯილდოვეს ტილოებით, საღებავებით, რაც მნიშვნელოვანია მხატვრის ძალიან. ორი სურათი იყო წარსგენილი, სახელწოდებით მიტოვებული ნაპირი. ანუ ეს აფხაზეთის თემა ზოგადად კი არა თან დამყვება ჩემ შემოქმედებაში და ყოველთვის შტაგონების წყაროდ იქცა იმის მერე რაც ჩვენ გავხდით დევნილები. და ეს გაოფენა და ესეთი ღონისძიებები რომ საფუძველი ჩაეყარა იქ თაბუგაშვილის პრემია, იქ წლის საუკეთესო იქაც ორჯერ გავიმარჯვე. მე მიმაჩნია რომ ეს მხატვრებისთვის არის ძალიან დიდი თანადგომა და მნიშვნელოვანი თვითონ ეს ფაქტი და ღონისძიება რომ მხატვარს ეძლევა საშუალება რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, საზოგადოებას გააცნოს თავის შემოქმედება.